მოგესალმებით ყველას. დღეს მშვიდობის და წარმატებისა მინდა გისურვოთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოგზაურებისთვის, თქვენი დროისთვის, ინტერესისთვის, ხარდაჭერისთვის, რომელსაც დღეს ჯიჯელების მიმართ ირჩევთ. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში წარმოგიდგენთ სტუმრებს, ესენი არიან ჩვენი ჯიჯელების, აგერ ბატონი პატარა ალექსანდრე გურწკაიას და მარი და ლუკა საბა ვინჯირიების მშობლები, ჩვენი ჯიჯელების მშობლები არიან. ჩვენ ჩავეჭიდეთ ამ შესაძლებლობას, ვინაიდან ეს ადამიანები არიან თავიანთი პროფესიონალიზმით, საქმისადმი პასუხისმგებლობით გამორჩეულები ადამიანები, ვისაც მთელი საზოგადოება ენდობა და იმსახურებენ ძალიან დიდ პატივისცემას. ამიტომაც ყველანაირად შევეცადეთ, რომ ეს შანსი არ გაგვეშვა ხელიდან, ასე ვთქვათ. მინდა გითხრათ, რომ სკოლას აქვს ერთგვარი ვალდებულება გაუწიოს მოსწავლეებს ხარდაჭერა თავისი მომავალი პროფესიის შერჩევაში და ამ მხრივ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევახვედროთ ჩვენი მოსწავლეების სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ხართ იმ აქტივობის მონაწილე, როცა კლუბი ექიმები ხდება ამ მიმართულებით ამ პროფესიის გამორჩეულ ადამიანებს. ჩვენ გვაქვს ასეთი პრეისტორია, რომ სხვადასხვა თემის გავლისას, საგნის და თემის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით ვცდილობთ მათ შევუქმნათ საპატიო აუდიტორია, რათა მივცეთ მეტი მოტივაცია, აუმაღლოთ პასუხისმგებლობა, სადაც ვაძლევთ შანსს, რომ თავიანთი ცოდნა უფრო გაიღრმაონ და თავიანთი შესაძლებლობების გადმოცემის უნარჩვევები ასევე განვითარონ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ბიოლოგიის ღრმა ცოდნა. მეგობრებო, დღეს ჩვენთან არიან გასტროენტეროლოგი ბატონი მურად ღვინჯელია და რადიოლოგი ბატონი ლევან გურწკაია. ჩვენ ადრე ყველა თემაში დაწყებული კარდიოლოგია, ფიზიატრია, თერაპევტები, ოტორინოლარინგოლოგები, ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი, ბოლოს უკვე ყავდა ენდოკრინოლოგი, მოკლედ ყველა მიმართულებით ვცდილობთ საგნის ცოდნა დაუკავშიროთ იმ ადამიანებს ამ კონკრეტული მიმართულებით, ვინც თავიანთ პროფესიული გამოცდილებიდან გარკვეულ ეპიზოდებს მოუყვებიან, გარკვეულ კრიტიკას, კომენტარებს, ან თუნდაც კომპლიმენტებს ეტყვიან ჩვენს მოსწავლეებს, რომ მათთვის ეს გახდეს მნიშვნელოვანი გზამკვლევი შემდგომი პროფესიის არჩევაში. კლუბში ძირითადად ჩვენთან გაერთიანებული, რომელსაც დავარქვით ექიმები და არაფორმალური განათლების მიმართულებით მთელ რიგ აქტივობებს ვახორციელებთ, გაერთიანებული არიან ის ადამიანები, ვისაც მომავალში უნდათ რომ თავიანთი ცხოვრება დაუკავშირონ მედიცინას. ან ფიქრობენ დაუკავშირონ თუ არა და გადაწყვეტილების მიღებაშიც ვეხმარებით მათ. მინდა გითხრათ, რომ კურსდამთავრებულთა ძალიან დიდ ნაწილში დომინირებს მომავალი ექიმები, სადღაც 18-ამ სულ მე-7 გამოშვებას ვაცილებთ წელს და 18-მდე ექიმი უკვე ხადახა უკვე ცხვებიან ექიმებად. ესეთი ტენდენცია გვაქვს. ჩვენი კლუბის მიზანია დავეხმაროთ ამ ბავშვებს ამ ნათელი მიზნის მიღწევაში და დევიზი გვაქვს ასეთი: ბიოლოგიიდან მედიცინამდე, ეს ლოგიკური ალბათ ბიოლოგიის ცოდნა ერთ-ერთი მტკიცე ნაბიჯია ამ საქმეში. თუმცა დღეს ამ კლუბის წევრები კი არ არიან მხოლოდ წარმოდგენილი, ერთი კლასია, რომელიც გადის სწორედ ამ გასტრონომიაზე თემას და ასევე ყავს კლუბის წევრი ახალი ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლე არ არის, მაგრამ მან სიამოვნებით გამოთქვა სურვილი ამ თქვენთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. ბევრ დროს არ წაგართმევთ, იქნება სულ 6 პრეზენტაცია, მათ ექნებათ და საზოგადოებასაც ალბათ ექნებათ კითხვები, თქვენს ექნებათ ალბათ შესაბამისად თქვენი კომენტარები და ესე იგი ესეთნაირად დაიწერება ჩვენი დღის წესრიგი, რომ მოусმენთ ბავშვებს, მე პატარა დისკუსიას გავმართავთ და თქვენ დროს პატივცემთ და ვიცით რომ გელოდებიან თქვენ პაციენტები და ასე რომ
ბოროტა დამისარგებლე განსაკუთრებით დღეს ალექსანდრეს სასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე მას ვერ შევაწუხებდით, მაგრამ მარიამს თხოვე რომ მამის ბიოგრაფიული მონაცემები ჩვენ გაგვაცნოს და პირველად თხოვ მარიამს გახსნას ეს შეხვედრა და მოგვიყვეს ბატონ მურადის შესახებ და მე ჩვენები გაგრძელებთ